პერიოდსაც გააჩნია. მე გირჩევდი რომ დაიწყო მაგალითად მოусმინო, ჩაუჯდე კარგად და მოусმინო ქრისტოფი არის მომღერალი ფრანგი. მოусმინე ქრისტოფს მაგალითად. კარგად ჩაუჯექი Spotify-ზე არის. გაიცანი არინანე. დიდი მადლობა. François ძიცა ხსენეს და ეგეც შეგიძლია რომ მოусმინო Spotify-ზე დევს. კიდე Gilbert Beko შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება არა, მაგრამ კარგი მომღერალია უბრალოდ ის არის რა. კომუნისტ სიმპათაიზერი. ამიტომ არ ვიცი. Gilbert Beko ასევე კიდე ვინ შეიძლება რომ იყოს. რავი, მე მაგალითად ძალიან ვაინჯოიერებ ასევე Serge Gainsbourg-ს. მაგასაც მოусმინე. ოღონდ მაგას ძალიან ბევრი ნაგავი აქვს და უნდა იცოდე რას მოусმენ. თუ გინდა რომ მოისმინო პინაკლი და magnum opus-ი მაგალითად Serge Gainsbourg-ის უნდა მოусმინო კონცეპტ ალბომი აქვს ეგეთი Histoire de Melody Nelson. ეგ სასწაული ალბომი არის ეგ. მოხდები? ოღონდ მანამდე უნდა გაეცნო და რაც მთავარია ტექსტი უნდა წაიკითხო. კიდე ვინ შეიძლება? აზნაური. არიან რითარდები, რომლებიც ამობენ, სომეხი იყო საფრანგეთთან რა კავშირი აქვს, ხო? რამდენი სუპერჩატია. დიდი მადლობა წავიკითხავ ყველას. ხო და აზნაური მაგალითად. და იმ რითარდებს არ მოусმინო. რაღაცნაირად კაცს აკნინებენ, რომ ეგ სომეხია რა ის ფრანგული მუსიკაო. რამდენი ფრანგი იცი იმ პერიოდში, ვინც უფრო ფრანგულ მუსიკას წერდა, ვიდრე აზნაური, ხო? უბრალოდ ზიზღი აქვს რა სომხებისადმი ეთყობა, არ ვიცი. მაგრამ აზნაური არის hardcore ფრანგული. და არ მოусმინო რითარდებს. აზნაურზე ამბობენ რომ ახალციხეში დაიბადა, არ ვიცი, რამდენად სიმართლეა. რამდენი არის ვერც კი მოვასწრებ წაკითხოს. კიდე ვის გირჩევდი მუსიკიდან ერთი წამით უნდა გადავხედო, მაინც ეგრევე თავში არ მოდის ყველაფერი. ერთი წამით. შაკლინი ვითო? არა, ეს არ გინდა. უიმე, ჟოდასანი. ჯოდასანი მაგას მოусმინე. ყველა ვარიანტში შენს მშობლებს ემახსოვრებათ. მშობლებს თუ არა ბებია ბაბუას მაინც ჯოდასანი. ეგ ყველაზე პოპულარული არის ალბათ. მაგრამ ჩაუჯექი, კარგი არის. ძალიან ტვინს ჭამს პერიოდებში, მაგრამ ძალიან სლეი მუსიკები აქვს ჯოდასანს. On ira où tu voudras quand tu voudras. ეგ არის ჯოდასანი. გემახსოვრება. აზნაურის ბებია ბაბუა ცხოვრობდა ახალციხეში, ეგ 100%-ია. ხო აი როგორც ცარუკიანი ალბათ. ხო და ერთიც უნდა გირჩიო, მოიცა ერთი მუსიკოსიც მინდა რომ გირჩიო. Debussy ალბათ ეგ ცხადია, ხო? აი. ერთი წამით შეw Spotify-დე. აღძის მოусმინე რა თქმა უნდა. ჯუთხონკი ჟაკ ჯუთხონკი ეს გენიალური ერთი წამი. ხო, ამ კაცსაც მოусმინე, ხოშიანი არის. მოკლედ ეგ არის რა. ფილმებზე არ მკითხო, მართლა ფილმებზე არ მკითხო. იმიტომ რომ მაგაზე მომიწევს რომ ძალიან ბევრი ვიფიქრო. კაი, მადლობა სუპერჩატის.